კიდევ ერთხელ დილა მშვიდობისა მათვინც ახლა შემოგვიერთდა გეტყვით რომ გრძელდება ჩვენი დილა ბატონ გელა ჩარკვიანთან ნანა უკვე გავუშვით სკოლაში ბატონო გელა საკმაოდ აქტიური დილა გაქვთ მე ვიცი რომ მიდიხართ და ლექციებიც გაქვთ უკვე თქვენ სამუშაო გრაფიკი გვაინტერესებს როგორ გრძელდება თქვენი დღე იცი რა ლექციები ეს გადაჭარბებულია იმიტომ რომ ლექცია სულ ახლახან წავიკითხე პირველად მე არ წამიკითხე ლექცია თითქმის წელიწად ნახევარია ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არ წამიკითხე თუმცა მაქვს თხოვნა სულ ესე იგი სხვადასხვა დაწესებულებებიდან და უბრალოდ ამჯერად წავიკითხე ისე რომ ასეთი აქტიურიც არ არის ჩემი აქტიურობა უფრო სახში ხდება ახლა უკრავ წერ მუსიკას კითხულობ ფილოსოფიას წერ წიგნს ორი წიგნი უკვე ახლა გამოვიდა ჩემი მეორე გამოვიდა გუშინ ხუთშორის და მესამეს წერ თავარ წიგნს რომელიც არის უფრო ისეთი მემუარების, უფრო სერიოზული დიდი წიგნი. ბატონ გელა, როგორი სტილის მუსიკა მოგწონთ? მე ვარ საერთოდ ეკლექტიკოსი, რომელსაც ახლა ქვია პოსტმოდერნი. პოსტმოდერნი ეს არის უმბერტო ეკოს შემოღებული ტერმინი, ეკლექტიკის ნაცვლად ხმარობენ სიტყვა პოსტმოდერნს. არ შემიძლია არ გითხოთ ირაკლის შესახებ მის მუსიკაზე და მის შემოქმედებაზე. რამდენად ხშირად ეუბნებოდით თქვათ შენიშვნებს, რამდენად მოგწონდათ მისი შემოქმედების ეს თქვათ ის ჟანრი, რაშიც ის ისევე როგორც თითქმის ყველას, ალბათ მეც ირაკლის შემოქმედება ეხლა უფრო მომწონს ვიდრე ბაში. თუმცა მომწონდა გრძნობდი რომ მუსიკა კარგი იყო ძალიან. ახლა ირაკლის ხო აქ ერთი მომენტია ირაკლი ძალიან ბევრს გარდა მუსიკისა და გარდა მართლა ხარისხიანი მუსიკისა კიდე აკეთებდა რას ისეთ თვითონ ქმნიდა იმიჯს ისეთ სიციც უყვარდა ეპატაჟი უყვარდა ეს ყველაფერი და ბევრი ამის მიღმა ვერ ხედავდა მის ნამდვილ სახეს ესე იგი მის ძალიან მართლა კარგ მუსიკას და პოეზიას ძალიან კარგ და პროზასაც ძალიან არა მე შენიშვნებს მაინდა-მაინც არ ვაძლევდი ერთადერთი მე ჩვენ ამაზე ვქობობთ ხოლმე რომ ის ამბობდა რომ ხატვის ცხოვრების სტილი არის მისი შემოქმედების ნაწილი. დავწერე გამოვეცი ახლა ირაკლიანა ქვია ეს არის ტრიპტიქი სამი სუიტისგან შედგება რომელიც დაფუძნებულია 20 სიმღერაზე ირაკლის და ახლა ამას უკრავ ყოველ დღე. მე ამით ვიწყებ დღეს. შეგიძლიათ დაგვიკრათ? შემიძლია რომ დაგიკრათ, ეს ძალიან დიდია. არა, მე შეგიძლია დაგიკრათ. ეს არის სამი სუიტა 20 სიმღერაზე აგებული. ნოტებს მოგცემთ მე. საყვარელი ხმა, ალბათ მომღერალს და მუსიკოს არ უგულისხმობ თქვენი საყვარელი ხმა. შტორმის 12 ბალიანი. მართლა? არა 12 ბალიანი მხოლოდ ოკეანეში არსებობს. მე 9 ბალიანი მინახია შავ ზღვას. ეს უშვიათესი ამბავია. 1951-50 წელი. ბატონ გელა, ყველაზე კარგად და კომფორტულად სად გრძნობ თავს? იცით რა, ყველაზე კარგად და კომფორტულად გრძნობდი მაშინ თავს. როდესაც ყველა ჩემი ოჯახის წევრი იყო ჩემთან ერთად. აი ესეთი დილა იყო ჩარკვიანების ოჯახში, მაყურებელს დავემშვიდობები და კიდევ უნდა გთხოვოთ რომ ერთი რამე შემიზრუნოთ. დავუკრა? კი, კარგად იყავით. მაშინ დავუკრათ რამე პირველი ნაზი.